2022 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 4. ის ღერძზე მოძრავი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ამსახველი განტოლებაა x უდრის 3t პლუს t კვადრატი. მოცემული გვაქვს კოორდინატის დროზე დამოკიდებულება, რომელსაც შემდეგი სახე აქვს x უდრის 3t პლუს t კვადრატი. სადაც რიცხვითი კოეფიციენტები გამოსახულია c-ს ერთეულებშიო, გვეუბნებიან და ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ სხეულის აჩქარება. ესე იგი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ რის ტოლი არის სხეულის აჩქარება. კარგით, ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კოორდინატის დროზე დამოკიდებულების თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს ზოგადი სახე კოორდინატის დროზე დამოკიდებულებისა არის შემდეგი სახის x უდრის x0-ს დამატებული v0x-ს პლუს ax t კვადრატ ნახევარი. და თუ გავითვალისწინებთ ჩვენ მოცემულობას და მოდით თან გადავწეროთ ეს შემდეგი სახით. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში x უდრის 0-ს დამატებული 3t-ს პლუს 1-ჯერ t კვადრატი. და მოდით ეს ორი ტოლობა შევადაროთ. შესაბამისად, ამ ორი ტოლობის შედარებით მივიღებთ, რომ x0 ტოლი არის 0-ის, საზღვრის კოორდინატი არის 0-ის ტოლი, t-ს წინმდგომი კოეფიციენტი v0x ტოლი გამოგვდის v0x ტოლი გამოგვდის 3 მეტრ/წამის, ხოლო t კვადრატის წინმდგომი კოეფიციენტი ax ნახევარი გამოგვდის მეორე ტოლობაში შემოვალი t კვადრატის წინმდგომი კოეფიციენტის, ესე იგი ax ნახევარი ტოლი გამოგვდის 1-ის, საიდანაც ჩვენი ax-ი ტოლი ყოფილა 2 მეტრ/წამის, წამ კვადრატის. შესაბამისად, პასუხი არის d. თუმცა ამ ამოცანის სხვა გზით ამოხსნას შეიძლებოდა. მოდით განვიხილოთ მეორე გზაც, ამოხსნით მეორე გზაც. კერძოდ, ჩვენ შემთხვევაში მოცემულობით ვიცით, რომ x ტოლი არის 3t-ს პლუს t კვადრატი და თუ გავითვალისწინებთ, რომ აჩქარება განმარტებით წარმოადგენს კოორდინატის მეორე რიგის წარმოებულს დროით, ეს ტოლი არის აჩქარების. ეს იმას გინიშნავს, რომ ჩვენ თუ აი ამ x-ის დროზე დამოკიდებულებას გავაწარმოებთ ორჯერ დროით, მივიღებთ აჩქარებას. პირველი წარმოებული აქედან, პირველი წარმოებული dx dt ტოლი იქნება 3t-ს წარმოებული ტოლი იქნება 3-ის დამატებული t კვადრატის წარმოებული იქნება 2t. ეს კი არის სიჩქარე, განმარტებით. ესე იგი, სიჩქარე თუ ტოლი არის 3, სიჩქარის დროზე დამოკიდებულებას თუ აქვს შემდეგი სახე 3 პლუს 2t. შესაბამისად, აქედან კიდევ ერთხელ გაწარმოება სიჩქარის dv/dt მოგცემს სწორედ აჩქარებას. dv/dt კი ტოლი იქნება 3 მუდმივი ფუნქციის წარმოებული, რადგანაც 0-ის ტოლი არის 0-ს და ემატება 2t-ს წარმოებული დროით, რომელიც პირდაპირ მოგცემს 2-ს. ეს კი განმარტებით ტოლი არის აჩქარების. ანუ საბოლოოდ აქედანაც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი აჩქარება ტოლი ყოფილა 2 მეტრ/წამ კვადრატის.